მოგესალმებით. ამ ვიდეოში მინდა გავაკეთო ტექნიკური მიმოხილვა ჩინეთში, პეკინში 3 სექტემბერს გამართული ძალიან მასშტაბური სამხედრო აღლუმისა, სადაც ათეულობით სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკის ნიმუში იქნა წარმოდგენილი თითოეული საკმაოდ დიდი რაოდენობით. ჩემი არხის გამომწერები ნახავდნენ უკვე ერთ ვიდეოს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დავდე ამ უახლესი ჩინური მსუბუქი ტანკის მიმოხილვა და ბევრი არის დაინტერესებული ასევე სრულად აღლუმის მიმოხილვით და მაქსიმალურად დეტალურად თითოეული აღლუმზე წარმოდგენილი თითოეული საბრძოლო ტექნიკის ნიმუშის ზოგად განხილვას შემოვთავაზებთ ამ ვიდეოში. დავიწყოთ მოკლედ. აღლუმი ძალიან მასშტაბური იყო და იქ წარმოდგენილმა ტექნიკამ, მათ შორის უახლესმა ნიმუშებმა, რომელიც წელს გამოჩნდა პირველად, საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია მთელ მსოფლიოში. ესე იგი, სამხედრო აღლუმის სახმელეთო ძალების კომპონენტმა გახსნა, სახმელეთო კომპონენტმა თავისთავად ჩინეთის შეიარაღებული ძალების ძირითადი ტანკი Type 99, 55 ტონა მასის ტანკი, ეს არის საბჭოთა T-72-ის ბაზაზე განვითარებული ტანკი და ეს უკვე არის ერთ-ერთი ბოლო მოდიფიკაცია, B მოდიფიკაცია, სამკაციანი ეკიპაჟით 125 მმ-იანი ქვემეხით. აქვს თანამედროვე ჩინური JD-3 ტიპის აქტიური დაცვის სისტემა. აქვე მოცემული არის მისი დაჯავშნის მაჩვენებლები, კორპუსისა და კოშკურის შუბლაჯავშნის მაჩვენებლები. უახლესი ჩინური ტანკი ZTZ-100, იგივე Type 100, რომელიც ვიდეო უკვე შემოვთავაზე დეტალური განხილვით, პლაგინ ჰიბრიდული 1500 ხელისალიანი ძრავით და ამ მსუბუქ ტანკთან ერთად ასევე ახლა რასაც ხედავთ არის სამი ერთეული უკვე ტანკების მხარდამჭერი საბრძოლო მანქანა, სადაც ჰიბრიდული მანქანა არის, KSM-ის კონფიგურაციაც აქვს და ტანკების მხარდამჭერი საბრძოლო მანქანისაც 30 მმ-იანი ქვემეხით. სახმელეთო ტექნიკის კოლონა, შემდეგი კოლონა, ესე იგი ეს არის ZTL-11, იგივე Type 11 ამფიბიული სათესლო მხარდაჭერის მანქანა 105 მმ-იანი ქვემეხით, ტანკ დესტროიერი 20 ტონა კატეგორიით, 105 მმ-იანი ZPL 98 A ტიპის ქვემეხი აქვს. ZBL-08 ამფიბიული ბორბლებიანი ქვეითა საბრძოლო მანქანა, ეს უკვე იგივე შასიზე PLL-09 122 მმ-იანი თვითმფრინავი ჰაუბიცა, D-30-ის ჩინური კლონი აქვს საბრძოლო ნაწილად. რაც შეეხება ამას, ეს არის უახლესი მანქანები, რომელიც პირველად იქნა წარმოდგენილი, ეს არის ჩინეთის საჰაერო სადესანტო ჯარების მედესანტეთა ჯავშან-ტრანსპორტიორი, მედესანტეთა საბრძოლო მანქანა და 120 მმ-იანი თვითმფრინავი ნავსატყოცნის ქვემეხი არის. ახლა აქ რასაც ხედავთ, აი ეს უკვე KSM-ი არის 30 მმ-იანი ქვემეხით. ეს უკვე 120 მმ-იანი ნავსატყოცნი. საბჭოთა ნონას შეგვიძლია შევადაროთ, ან უფრო აი თანამედროვე ვენას. ზაფხულ-ცეცხლის რეაქტიული სისტემები, მძიმე რეაქტიული არტილერია, ეს არის PCL-191 ტიპის სისტემა, სამი სხვადასხვა ტიპის რაკეტით, 750 მმ-იანი მძიმე რაკეტა, 360 კმ-ზე მფრენი, 370 მმ-იანი რაკეტა და 300 მმ-იანი რაკეტა, ეს უკვე სმერჩის კლონი 130 კმ-ზე მფრენი. 370 მმ-იანი რაკეტა თავისუფლად 220 კმ-ზე მოქმედი. ეს არის ოპერატიულ სიღრმეებში მოქმედი მძიმე რეაქტიული სისტემა, რომელიც ტექნიკური მონაცემებით ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა მსოფლიოში. ზოგადად რეაქტიული არტილერიის სისტემები ძალიან მრავალფეროვანი არის ჩინური მსოფლიო შეიარაღების ბაზარზე. სახელმწიფო კომპანია ნორინკოს მიერ იწარმოება როგორც სხვა დანარჩენი ჩინური შეიარაღება, ხო? ამოვიდა უკვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები. ეს პირველი რასაც ხედავთ, ეს არის ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის Patriot PAC-3-ის ჩინური კლონი HHQ-9C. ახალი არის წელს გამოჩნდა და არის საზღვაო ბაზირების, აქვს სახმელეთო ბაზირების მოდიფიკაციაც. LY-1 ლაზერი, მაღალი ენერგეტიკული ლაზერი, ესეც საზღვაო ბაზირების არის და საჩვენებლად დიდი ზომის მანქანაზე აყენია. არსებული ინფორმაციით 100 კილოვატის სიმძლავრის კატეგორიაში უნდა იყოს ეს კონკრეტული ლაზერი.
და სხვადასხვა ჩინურ საზღვაო ხომალდებზე შეიძლება მისი დამონტაჟება. YJ-15 საჰაერო ბაზირების ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა არის. აქ უკვე YJ-19 ჰიპერბგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა სკრამჯეტის ტიპის ძრავით არის. ეს წყალქვეშა-ნავიდან გასაშვები არის 533 მმ-იან სატორპედო დანადგარიდან შეიძლება. YJ-17 უკვე DFZ-F ტიპის ჰიპერბგერითი მანევრირებადი გლაიდერით არის, ეს უკვე აღჭურვილი. YJ-20 ესეც ჰიპერბგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა. უკვე წამოვიდა საზღვაო ტორპედოები, საზღვაო ნავსაწინააღმდეგო ტორპედოები AMB-012 და AJC-015 რაკეტული ძრავით უკვე ეს პირველი ჩვეულებრივი ტორპედო არის 533 მმ-იანი სტანდარტიზებული კალიბრით და ეს ტორპედო უკვე არის რაკეტული ძრავით არის და მოქმედების მანძილიც უფრო დიდი აქვს შედარებით. AQA-010 533 მმ-იანი საზღვაო გემსაწინააღმდეგო ტორპედო არის შორმანძილზე მოქმედი. ეს უკვე სიახლე არის ეს არის ტორპედოს კონფიგურაციაში საზღვაო ავტონომიური მცურავი ნაღმი 533 მმ-იანი. შეიარაღების ყველა სისტემას დავაწერე სახელები და ვიდეოზე ზემოთ ან ქვემოთ კუთხეში გამოჩნდება თითქმის ყველაზე იმ სისტემებზე, რომლებზეც ცნობილი იყო. აქ უკვე რადარები მოდის, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისა და საჰაერო თავდაცვის სისტემის სხვადასხვა რადარები არის. აქ მოცემული რადარებიდან რამდენიმე ერთეული არის. ერთი არის ცნობილი, ახლა მე რაც ვიცოდი, ეს Type 610 B არის ადრეული აღმოჩენის რადარი. დანარჩენები ახალი ნიმუშები არის და ამათი სახელები ცნობილი ამ ეტაპზე არ არის. ას ტექნიკური მაჩვენებელია. ეს მაგალითად ფაზირებულ ცხაურიანი, აშკარად ფაზირებულ ცხაურიანი შორმანძილზე მოქმედი რადიოლოკაციური სადგური უნდა იყოს. ზოგადად რადარებით ძალიან მრავალფეროვანი არის ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში. საჰაერო თავდაცვის სისტემები, საზენიტო სარაკეტო კომპლექსები მოდის უკვე. HQ-11 ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემა 20-30 კილომეტრზე მოქმედი რაკეტებით. HQ-20 საშუალო მანძილის, HQ-22A შორმანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემა 100-120 კილომეტრზე მოქმედი. ეს უკვე HQ-900 არის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ბალისტიკური ინტერცეპტორებით. HQ-29 ანტიბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა მძიმე შორმანძილზე მაღალ სიმაღლეზე მოქმედი რაკეტებით ეგზოატმოსფერულ სიმაღლეზე 1000-1200 კილომეტრამდე შეუძლია სატელიტების ჩამოგდებას და ასე შემდეგ. დაახლოებით ამერიკული სტანდარტის ტიპის რაკეტების კატეგორიაში გადის. OW5A10 10 კილოვატიანი მობილური დრონსაწინააღმდეგო ლაზერული სისტემა საარმიო ტაქტიკულ მანქანაზე დამონტაჟებული. ესეთი 6-6-ზე მანქანა. ეს უკვე არის Type 625E ბოლო მოდიფიკაციაში, რომელსაც აქვს X-სრულიანი წაფმსვლელი ქვემეხი და ასევე საზენიტო რაკეტები გადასატანი. ეს უკვე ჰურიკან 70 არის მიმართული მიკროტალღური ენერგიის დრონსაწინააღმდეგო სისტემა, მაღალი ენერგეტიკული სისტემა, რომელსაც 3 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია ხროვის პრინციპით მოქმედი დრონების ჩამოყრა. ეს უკვე კიბეროპერაციების ქვედანაყოფი არის კიბერჯარები, ჩინეთის კიბერჯარების მობილური მანქანები არის სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო სიტუაციის დროს კიბეროპერაციების წარმოება არის მათი დანიშნულება საველე პოზიციებიდან. აქვს საკუთარი კავშირგაბმულობის სისტემები, მათ შორის თანამგზავრულიც. კიბერჯარები საკმაოდ მნიშვნელოვანი
ცალკე სახეობა არის ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში. ეს უკვე რადიოელექტრონული ბრძოლის ტექნიკა, რეპ სისტემები, ჩინური რეპ სისტემები არის. აქ არის წარმოდგენილი როგორც რადიოტექნიკური დაზვერვის სადგურები, ასევე უშუალოდ ჩამქრობი მანქანები. ეს კომპონენტები მაგალითად ჩამქრობი მანქანები არის. მაღალი სიმძლავრის გამოსხივებელი ანტენებით. საინფორმაციო მხარდაჭერის ჯარები, ტაქტიკური და სტრატეგიული კომუნიკაციის სისტემები, თანამგზავრული კავშირის სისტემები, ასევე სხვადასხვა მანქანების შასიზე არის. ასევე აქ არის მართვისა და კონტროლის მანქანები. საკუთარი შიდა ჯარების მართვისა და კომუნიკაციის ქსელით. ეს უკვე თანამგზავრული კავშირგაბმულობის ანტენები არის. ეს კავშირგაბმულობის მანქანა. აი ეს რეპ მანქანები და კავშირგაბმულობის მანქანები სახელების გარეშე იყო, მათი სახელები ამ ეტაპისთვის უცნობი არის და მათი დიდი ნაწილი საერთოდ ახალია. წამოვიდა უკვე რობოტიზებული სისტემები და დრონები, კოლონები გახსნა სახმელეთო რობოტიზებულმა პლატფორმებმა. ZRY-222 რობოტიზებული მუხლუხოიანი პლატფორმა ტანკს ეწინააღმდეგო. ეს უკვე დისტანციური მოდული 12.7-იანი ტვინამხნევით უკვე ბორბლებიანი და ეს უკვე გამნაღმელი არის მუხლუხოიანი დისტანციური გამნაღმელი მანქანა. ეს უკვე დრონების მზიდი პლატფორმა არის თავისი რობოტი ძაღლით და კვადროკოპტერით. ორი ცალი რობოტი ძაღლია ერთ კომპლექტში და ერთი კვადროკოპტერი. უპილოტო რობოტიზებული საზღვაო პლატფორმები HSU-100 20 მეტრის სიგრძის უპილოტო წყალქვეშა ნავი არის. ეს უკვე უპილოტო მტრალავი კატარღა არის, რომელსაც ნაღმების ჩალაგება შეუძლია და ამოღებაც დისტანციური კოშკურა აქვს 30 მმ-იანი ქვემეხით. წინა მხარეს დაყენებული სახელი სამწუხაროდ არ არის ცნობილი ამ ეტაპისთვის. AJX-00 18-20 მეტრი კატეგორიის სიგრძის წყალქვეშა მრავალფუნქციური პლატფორმა. ეს წყალქვეშა ნავი არ არის, წყალქვეშა დრონი არის. საფრენი აპარატები, უპილოტო საფრენი აპარატები აქ განსაკუთრებით საინტერესო ნიმუშები არის. ზოგი უმეტესი მათგანი უახლესი არის და წელს გამოჩნდა პირველად და მათი სახელები არ არის ცნობილი. ეს მაგალითად Sharp Sword-ის ეს ტექნოლოგიის დამტყმელი უპილოტო ესეც დამტყმელი უპილოტო თვითმფრინავი არის Chengdu Wing Long 3 ტექნიკური მონაცემებიც ჩანს ვიდეოში. ძალიან სწრაფად გადადის კადრები და ეს TTM-ის წერია ტექსტი მალე ქრება და ვინც დაინტერესებული ხართ დააპაუზეთ იმ ადგილზე. 4 ტიპის STS დამტყმელი დრონი წარმოადგენს. 4-ის დასახელება ამ ეტაპისთვის უცნობი არის. 4-ის სხვადასხვანაირი ფრთასმულობით და კონფიგურაციით არის. ეს უკვე არის AR-2000 საზღვაო ბაზირების უპილოტო ვერტფრენი არის, რომელიც წინა წლებშიც გამოჩნდა სხვადასხვა კონფიგურაციით. აქვს წყალქვეშა ნავების აღმომჩენი მცირე გაბარიტული რადარი. ეს საზღვაო ხომალდებზე ბაზირებისთვის არის. საბრძოლო უზრუნველყოფის ტექნიკა უკვე სხვადასხვა შასიზე. ეს არის Dongfeng's ბაზაზე, Dongfeng CTL 191A66 მედევაკის კონფიგურაციაში. მობილური საველე ჰოსპიტალი არის ეს უკვე. საწვავგასამართი მანქანა ჩინეთის შეიარაღებული ძალების. ეს Dongfeng's ერთ-ერთი მოდელის მანქანაზე არის აწყობილი. ეს 66 მედევაკები ძალიან საინტერესო ნიმუშები აქტიურად იყენებს ჩინური არმია და კარგი მანქანა უნდა იყოს მართლა მაღალი გამოვლობით. Dongfeng's ახალი ბაზები არის, ახალი შასი არის.
და ზოგადად ამ 6-6 დოლფინგებს კარგი მაღალი გამოვლობა აქვს. საველე სარემონტო საევაკუაციო მანქანები, ამწეები და საველე სახელოსნოები. მათ შორის აქვე არის საველე სამზარეულოებიც ბოლოს, რომელიც მოდიოდა. სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო სისტემები, ანუ ძირითადი ნაწილი აღლუმის სხვადასხვა ტიპის სარაკეტო სისტემები არის, როგორც ფთოსანი რაკეტები, ასევე ბალისტიკური რაკეტები, მათ შორის ჰიპერბგერითიც. იწყება ფთოსანი რაკეტებით. წინორი ტაქტიკური მანქანა მოუძღვება საარმიო, ეს CJ-20A ფთოსანი რაკეტა. მოქმედების მანძილი ამისი არის 2000 კილომეტრი, H6 ბომბდამშენიდან გაშვებადი რაკეტა არის. ეს უკვე ახალი რაკეტა არის, 540 კილომეტრამდე მოქმედი YJ-18S, რომელიც საწინააღმდეგო ფთოსანი რაკეტა. CJ-1000 ჰიპერბგერითი ფთოსანი რაკეტა დიდი ზომის 6000 კილომეტრამდე დაფრინავს არსებული ინფორმაციით და ფრენის სიმაღლე აქვს ძალიან მაღალი, 50 კილომეტრამდე სკრამჯეტი ძრავით არის. ეს საკმაოდ დიდი ზომის ფთოსანი რაკეტა უნდა იყოს და სახმელეთო გამშვებიდან ხდება მისი გაშვება. ბალისტიკური რაკეტები უკვე გამოჩნდა. 1500 კილომეტრამდე მოქმედი YJ-21 ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა. სახმელეთო საზღვაო და საჰაერო პლატფორმიდან შეიძლება მისი გაშვება, სიჩქარე 6-დან 10 მახამდე აქვს. DF-17 ჰიპერბგერითი სარაკეტო კომპლექსი, DF-ZF ტიპის ჰიპერბგერითი გლაიდერით, აი წინ რასაც ხედავთ, თვითმფრინავის მოყვანილობის რაც არის ეს DF-26D საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა. ეს DF-17 განსაკუთრებით საინტერესო სისტემა არის და დასავლეთშიც აქტიურად აკვირდებიან, იმიტომ რომ ერთ-ერთი მაღალ ტექნოლოგიურ სარაკეტო სისტემა არის ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში თავისი ჰიპერბგერითი სიჩქარეზე მანევრირებადი გლაიდერით, გარკვეულ დონეზე მანევრირებადი. JL-1 საჰაერო ბაზირების ბალისტიკური რაკეტა არის, შეგვიძლია კინჟალს შევადაროთ. JL-3 წყალქვეშა ბაზირების ბალისტიკური რაკეტა, რუსულ ბულავას და სინევას შეგვიძლია შევადაროთ. DF-61 დონფენგ 61 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა არის, ეს რუსულ ტოპოლ M-ს შეგვიძლია შევადაროთ. DF-31 BJ საკონტინენტთაშორისო მძიმე ბალისტიკური რაკეტა, ეს BJ ახალი მოდიფიკაცია არის. და განსაკუთრებით შორმანძილზე მოქმედი მძიმე საკონტინენტთაშორისო მძიმე ბალისტიკური რაკეტა DF-5S 20000 კილომეტრამდე მოქმედი, აქვს განცალკევებადი და მონობლოკური 4-დან 5 მეგატონამდე სიმძლავრის უხდები. რაკეტის მასა 193 ტონა არის. მოკლედ ეს საბჭოთა სატანას და მის თანამედროვე ვარიანტს რუსულ სარმატს შეგვიძლია შევადაროთ. სამსაფეხურიანი თხევადსაწვოვიანი ძრავი აქვს. იმდენად დიდი რაკეტა არის, ეს არის შახტური გაშვების, შახტური ბაზირების რაკეტა. იმდენად დიდი რაკეტაა, რომ 3 ნაწილად იქნა განცალკევებული და 3 მანქანაზე დევს რაკეტის ერთი კომპლექტი. ავიაცია ჩაერთო უკვე აღლუმში. KJ-500A ადრეული რადიოლოკაციური აღმოჩენის და დაზვერვის თვითმფრინავი, მასთან ერთად მოფრინავს 4 გამანადგურებელი J-16. KJ-600 ასევე ადრეული რადიოლოკაციური აღმოჩენის და დაზვერვის თვითმფრინავი, მცირე გაბარიტული ავაქსი არის ეს ჩინეთის საჰაერო ძალებში, საზღვაო ბაზირების არის ეს კონკრეტული KJ-600 პლუს 4 გამანადგურებელი მოყვება. Y-9FQ ნავსაწინააღმდეგო სადაზვერვო საპატრულო თვითმფრინავი არის, ეს უკვე 2 გამანადგურებელი J-16 აცილებს. ეს არის წყალქვეშა ნავების აღმომჩენი თვითმფრინავი, სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც სხვა სენსორებით და რადარებით არის აღჭურვილი. რაღაცა განსაკუთრებულად მაღალ ტექნოლოგიურ და ისეთი სხვა წამყვან სახელმწიფოებს რომ არ აქვთ მსგავსი არაფერი არ გამოჩენილა ამ აღლუმზე და ის აჟიოტაჟი რო აი ჩინეთმა ისეთი სისტემები გამოაჩინა რომ
ამერიკამ ხელები აწია და დასავლეთს მსგავსი არაფერი არ აქვს, ძალიან ზედმეტი არის და უბრალოდ აი სფეროში ჩაუხედავი ხალხის მხრიდან ხდება ხოლმე ესეთი რაღაცები, რაღაც განსხვავებული დიზაინის ახალ ტექნიკას რო დაინახავენ. საერთოდ ზურგის ტექნიკა რო იყოს და არანაირი საბრძოლო დანიშნულება არ ქონდეს, შეიძლება მთელი რიგი მითები ააგონ ამ სისტემაზე, ხო? სატრანსპორტო ავიაცია უკვე 3-3 ცალი Y-20A და Y-20B სატრანსპორტო თვითმფრინავები ჩინეთის სახელმწიფო ძალების 4 რეაქტიული ძრავით ჩინეთის საჰაროს ადესანტო ჯარებში მედესანტების და ტექნიკის გადმოსასრულადაც გამოიყენება მაგალითად ეს თვითმფრინავები, ასევე რა თქმა უნდა ტურისტების და შეიარაღების გადასატანად. თუმცა მაინც ძირითადი დანიშნულება არის მედესანტების გადმოყრა პარაშუტებით. უკვე სტრატეგიული ბომბდამშვენი ავიაცია ჩაერთო 3-3 ცალი H6N, H6K და H6J. ეს არის ჩინეთის საჰაერო ძალებში სტრატეგიული ბომბდამშვენი თვითმფრინავები. აი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რუსეთის საჰაერო ძალებში რომ არის სიტყვაზე Tu-95-ები და Tu-60-ები, ამერიკულში B-52-ები, B-1-ები იგივე ფუნქცია აქვს ამ თვითმფრინავებსაც, სხვადასხვა ტიპის ფთოსანი რაკეტების და აერობალისტიკური საჰაერო ბაზირების ბალისტიკური რაკეტების გაშვება შეუძლია. და ეს სამი ძირითადი მოდიფიკაციით ყავთ H6. აი როგორც ამ ვიდეოზე ახლა აქ ხედავთ, ფთოსანი რაკეტა არის პილონზე ჩამოკიდებული. საწვაო გასამართი თვითმფრინავები Y-20 ესეთი დასახელება აქვს და პირველს მიყვება 2 ცალი სტრატეგიული ბომბდამშვენი H6K, მეორეს მიყვება უკვე J-16 გამანადგურებელი და აი ეს J-16-ები ამას მიყვება 2 ცალი და ეხლა გამოიფრენს კიდე რომელსაც J-20 ტიპის თანამედროვე მეხუთე თაობის ჩინური სტელს გამანადგურებელი მიყვება. აი ამ შემთხვევაში J-20-ები არის. იმიტაციას ახდენენ ჰაერში საწვავის გამართვის. გამანადგურებლების ჯგუფები წამოვიდა უკვე შერეული ჯგუფები 5-5 თვითმფრინავის შემადგენლობით არის. ეხლა აქ რასაც ხედავთ, წინ მოდის 1 ცალი J-16D ტიპის გამანადგურებელი და უკან მოყვება 2 ცალი J-20 და J-35. შემდეგი გამანადგურებლების ჯგუფი J-20-ის შერეული ჯგუფი არის, J-20-ის სხვადასხვა მოდიფიკაციები, 1 ცალი J-20S, 2 ცალი J-20A და ბოლოში 2 ცალი ჩვეულებრივი სტანდარტული J-20. J-20 და J-35-ები მეხუთე თაობის ჩინური სტელის გამანადგურებლები არის და ამერიკული F-22 და F-35-ების ერთგვარ ჩინურ ანალოგებად, კონკურენტებად შეგვიძლია დაუძახოთ, მაგრამ რა თქმა უნდა ტექნოლოგიურად F-22 და F-35-ის დონისები ვერ არის. გამანადგურებლების შერეული ჯგუფი J-15 და J-35-ები, ბოლოში 2 ცალი, 3 J-15, 1 ცალი J-15 და 4 ცალი J-15T, J-15DT და 4 ცალი J-15T. სასწავლო საბრძოლო თვითმფრინავი 5 ცალი ჩინური JL-10 ტიპის სასწავლო საბრძოლო თვითმფრინავი მოდის და მოყვება J-10S 5 ცალი
სასწავლო მოდიფიკაციები J10 ტიპის ჩინური გამანადგურების, რომლებიც კვამს გაუშვებენ აღლუმის დასასრულისკენ, ბოლოსკენ. საკმაოდ მასშტაბური აღლუმი იყო, სახმელეთო კომპონენტში განსაკუთრებით საინტერესო აღლუმი იყო. რაღაცა განსაკუთრებული ახლა აქ ისეთი არ გამოჩენილა, რაც რაღაცა ისეთი ნოუ-ჰაუ იქნებოდა მარტო მხოლოდ და მხოლოდ ჩინეთს რო ყავს, უბრალოდ იყო მაგალითად განსაკუთრებით მრავალფეროვანი კიბერჯარების ტექნიკა, იგივე რეპ სისტემები იყო ახალი შედარებით მრავალფეროვანი. მთავარი ამ ნიმუშებს რეალურად სისტემებს რეალური ტექნიკური მონაცემები როგორი აქვს და რა შეუძლია ბრძოლის ველზე. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ ჩემი YouTube-ის არხი და мотивация იქნება ეს ჩემთვის, რომ შემდგომშიც გავაგრძელო ასეთი ვიდეო მიმოხილვების დადება.